საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთი წევრით გაიზარდა. ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების რიგებს სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა. კომპანია 35 წლიანი გამოცდილებით ბაზრის მონაცემებს თუ ჩავხედავთ, წამყვან პოზიციებს დღესაც ინარჩუნებს და მათ შორის MSME და კორპორატიულ, ასევე საცალო დაზღვევის სეგმენტებში. კომპანიის პორტფელი 150.000-მდე დაზღვეულ მომხმარებელს აერთიანებს, რომელთაც 80-ზე მეტ მრავალფეროვან პროდუქტს თავაზობს. რა შინაძენი არის ასოციაციისთვის ალდაგის წევრობა და რა გეგმა და ხედვა აქვთ თავად კომპანიას ბიზნეს გაერთიანებაში სამუშაო მიმართულებით. ამაზე უფრო მეტად და დეტალურად ვისაუბრებთ უკვე სტუმრებთან ერთად. მარიანე მორგოშია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი შემოგვიერთდით. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. მადლობა მომზადებისთვის დილამშვიდობისა. იზრდებით და იზრდებით, მარიანე. დიახ, ვიზრდებით. ხო, კარგად ყველაფერი ასოციაციაში. ცხადია, კი, მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სასიამოვნო სიახლე გვაქვს ბიზნეს ასოციაციას კიდევ ერთი ძლიერი და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია შეუერთდა ალდაგი. თქვენ უკვე ისაუბრეთ კომპანიის შესახებ და ამ მონაცემებს აღარ გავიმეორებ, ციფრები თავად ცხადყოფს კომპანიის მასშტაბურობას. ჩვენთვის გაწევრიანება არ არის სტანდარტული პროცედურა, ფორმალური პროცედურა. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ბიზნეს ასოციაცია აგრძელებს გაძლიერებას და აერთიანებს ისეთ კომპანიებს, რომლებიც ქმნიან სტანდარტებს ქართულ ბიზნესში. ზოგადად ძლიერი სადაზღვევო სისტემა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ სტაბილურობასთან. ეს ნიშნავს მეტ დაცულ, უფრო დაცულ ბიზნეს გარემოს, მეტ პროგნოზირებადობას და მაღალ საინვესტიციო მიმზიდველობას ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვართ წარმოდგენილი სადაზღვევო სექტორში, ბაზარზე წამყვანი კომპანიები არიან ჩვენი წევრები და ჩვენ რა თქმა უნდა დარგისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვმუშაობთ, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე, ეგრეთ წოდებულ TPL-ზე და ამ მიმართულებით უკვე აქტიურობას გავაგრძელებთ ახლად შემოერთებულ ალდაგთან ერთად. გარდა იმისა, რომ გვაინტერესებს თუ რა ხედვა აქვს ალდაგს ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ უკვე მუშაობისა, შედეგებზე უფრო მეტი უთხრათ მაყურებელს. ამ დროისთვის რა შედეგები აქვს და მაჩვენებლები სადაზღვევო კომპანია ალდაგს? კი ბატონო, გამარჯობა კიდევ ერთხელ. პირველ რიგში მოხარული ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და დღეს ალდაგი არის წარმოდგენილი ამ პლატფორმაზე და მე როგორც ვიცი, 1400 კომპანიას აერთიანებს დღეს უკვე ბიზნეს ასოციაცია, რაც ნიშნავს რამდენად ფართო სპექტრი არის ინდუსტრიებისა და კომპანიების აქ წარმოდგენილი და ჩვენ რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით ამ მრავალმხრივ დიალოგში იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მხარი დაუჭიროთ კერძო სექტორის განვითარებაში და ზოგადად ეკონომიკურ ზრდაში შევუწყოთ ხელი და კონკრეტულად ამ შემთხვევაში სადაზღვევო ინდუსტრიას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სტაბილურად იზრდება ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგებულია მოზიდული პრემიების თვალსაზრისით სადაზღვევო სექტორი, მნიშვნელოვანი გამოწვევები მაინც რჩება და ერთ-ერთზე ისაუბრა უკვე მარიანამ, ეს არის გარკვეული სავალდებულო სახეობების შემოღება, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია ველოდებით. ამ თვალსაზრისით გონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა არის ბიზნეს ასოციაცია, რომელშიც თავისთავად ცხადია აქტიურად ჩავერთვებით ჩვენ როგორც ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე ამ სექტორში წარმოდგენილი და მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა, უფრო ვთქვათ სხვადასხვა ინდუსტრიული თანამშრომლობა, რაზედაც დიდი მოლოდინები გვაქვს, ასევე თქვენ იცით, რომ ალდაგი კორპორატიულ სეგმენტში წარმოდგენილია ლიდერული პოზიციებით 32%-იანი ბაზრის წილით კორპორატიულ სეგმენტში, რაც ნიშნავს, რომ პირველი ათწლეულის განმავლობაში თქვენ იცით, რომ ალდაგი როდესაც დაფუძნდა, სწორედ კორპორატიულ სეგმენტში აქტიურობდა და დღემდე ამ პოზიციებს ლიდერულს ინარჩუნებს. შესაბამისად, კიდევ უფრო მოხარული ვართ, რომ გვექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო ახლოს ამ ფორმატში შევხვდეთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და გავიგოთ მათი საჭიროებები და შევთავაზოთ რისკების ისეთი ინსტრუმენტები, რისკების დაზღვევისა, რომელიც მათთვის არის აქტუალური. დარწმუნებული ვარ საკომიტეტო მიმართულებებით, რომელიც ასევე ძალიან აქტიურია საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში და ეს ცალკე მიმართულება კიდე სწორედ ამუშავებს თელავს
და ზონდირებას უკეთებს სხვადასხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რაც ბიზნეს ასოციაციის უმნიშვნელოვანესი მხარეა, ასევე იქნება მოაზრებული ამ ყველაფერში. ვიცი, რომ ეს მიმართულება საკმაოდ აქტიურად არის, ხო თქვენ? კი, რა თქმა უნდა, საკომიტეტო ფორმატში აუცილებლად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ზოგადად მინდა კიდევ შევეხო ასევე და ვახსენო რისკები და გამოწვევები ამ სფეროში. უკვე ვახსენეთ ჩვენ ეს TPL-ის მიმართულება. სადაზღვევო კულტურა საქართველოში არის შედარებით ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალი, შესაბამისად ცნობიერების დონეც გვაქვს უფრო დაბალი, ეს ითარგმნება შემდეგ უკვე ბაზრის დაბალ პენეტრაციაში და ამ ყველა გამოწვევას და ამ ასპექტებს პასუხობს TPL და ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმის განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული დარგის სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის. კეთ როგორ შეფასებთ ზოგადად საძოლო ინდუსტრიას, ანუ მაინც რა გამოწვევები რჩება ამ? ხო, გამოწვევებზე რომ ვისაუბროთ, ცალსახად ეს არის ის გამოწვევა, რაც ახლა ვახსენეთ, ამ დაბალი პენეტრაცია, ანუ ზოგადად საქართველოს ჯერ კიდევ არ არის დაზღვევა ისეთი მოხმარებადი პროდუქტი, როგორიც არის ევროპულ ქვეყნებში. ხა რიცხვებისთვის, რაც შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, არის რომ მე რამდენადაც ვიცი, სხვათა შორის 20% არის კერძო დაზღვევით, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით, მხოლოდ 20% სარგებლობს მოსახლეობის და ავტოფლობელთა მხოლოდ 8% სარგებლობს ავტოდაზღვევით. ანუ წარმოვიდგინოთ, ეს ძალიან დიდი პოტენციალზეა საუბარი და ჯერ კიდევ არის პრობლემა იმისა, რომ რაღაც დაბალია ცნობიერება, მოხმარება დაზღვევით და ზოგადად ამ ხრივ ძალიან ბევრი არის სამუშაო და მათ შორის რეგულაციების კუთხით, რომ გარკვეული სავალდებულო სახეობები გაჩნდეს, რომ ამან კიდევ უფრო გაზარდოს შემხებლობა დაზღვევასთან და რეალურად ნახონ ადამიანებმა ყოველდღიურობაში რას ნიშნავს რისკის დაზღვევა. ახლა რო გესაუბროთ თვითონ ალდაგის ბოლო წლების რაღაც შედეგებზე, ვთქვათ, პერფორმანსზე საინტერესო არის რამდენიმე მიმართულებით. ერთი რომ იზრდება მუდმივად კომპანია მიცვლება ტრანსფორმაციას განიცდის ციფრული პროდუქტების თვალსაზრისით, მომსახურების გაციფრულების თვალსაზრისით და დღეს როგორც ახსენეთ 150,000 მომხმარებელია და რო ვუყუროთ თქვა ზარალებსაც, აი მხოლოდ შარშანდელ წელს რო შევხედოთ 107 მილიონი ლარი არის ანაზღაურებული ალდაგის მიერ ორივე საცალო და კორპორატიული მიმართულებით და აქ ძალიან დიდ მასშტაბზეა საუბარი და ჩვენ ვუყურებთ ჩვენ თავს როგორც ერთ-ერთ მსხვილ პარტნიორს რისკების დაზღვევის თვალსაზრისით და ასევე საცალო სეგმენტშიც აქტიურად ვფართოვდებით სხვადასხვა პროდუქტებში და სხვადასხვა მიმართულებებში. მომავალშიც ვხედავთ, რომ ამ გამოწვევებს რაღაცნაირად ერთად შევხედავთ ისე, რომ ინდუსტრია იქნება მზად 19 კომპანია დღეს წარმოდგენილი ბაზარზე და ინდუსტრია მზად არის და ელოდება ისეთ ინიციატივებს, როგორც არის საესავალდებულო TPL-ის სახეობა, რასაც ალბათ დადებითი პოზიტიური სულები განვითარება მოყვება მომავალშიც. და ეს ერთ-ერთი გამოწვევა, რაც არის გრძელვადიან და სტაბილურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, აი ამ მიმართულებითაც დარგის განვითარებისთვის და ინდუსტრიის განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ შემთხვევაში, თუ ეს რეფორმები განხორციელდება. ეს პარტნიორობაც თავისთავად მოლოდინების ნაწილში ხელს შეუწყობს მსგავსი გამოწვევების გადაახვას. აუცილებლად, როგორც ვახსენე, წამყვანი კომპანიები არიან ჩვენი წევრები და რა თქმა უნდა აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენ წევრ კომპანიებთან ერთად ამ მიმართულებით, იმ რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას. მადლობა. მადლობა მობრძანებისთვის და წარმატებებით თქვენს პარტნიორებს. მადლობა თქვენ. მარიანა მორგოშია, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და მისი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ქეთევან მაღალაშვილი ალდაგის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორის სტუმრობდნენ საქმიან დილას.